ოჰო, შორეული ლაპლანდიიდან თბილი სალამი ჩემს საყვარელ მეგობარს ნოეს. გილოცავ ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ჩემო საოცრად ჭკვიანო, ზრუნველო, კეთილო და ემოციურო ბიჭო. ელფებმა მიამბეს, რომ უკვე კარგად იცი დათვლა და ასოები. ძალიან გიყვარს ცხოველები და ხშირად ეხმარები დედიკოს. ოხ, ნეტა ვიცოდე, ეს ყველაფერი როგორ მახარებს. ეს წელი შენთვის განსაკუთრებულია, რადგან შენი პატარა დაიკო მილა მოევლინა ამ ქვეყანას, რომელიც უკვე 4 თვის ხდება. ვიცი, ხანდახან ცოტა სეჭვიანობ, მაგრამ ძალიან ზრუნავ მასზე. მინდა იცოდე, რომ დედიკოს და მამიკოს ორივე ძალიან უყვარხართ და არაფრით განსხვავებთ. უბრალოდ მას ახლა მეტი ყურადღება ჭირდება, რადგან ჯერ კიდევ პატარა, აი ესეთი. ვხედავ იმასაც, როგორი საყვარელი ბებიები და ბაბუები გყავს. მიხარია, რომ ასეთი განებივრებული ხარ ბევრი სათამაშოთი. შენი ძია ალეკოს და მამი და თეონას შესახებ ბევრი მსმენია, რომლებიც ძალიან გიყვარს. ისიც მართალია, რომ ხშირად ბესო მამიკოს დაყვები ხოლმე სამსახურში მანქანით, თურმე ობიექტებზე ერთად დადიხართ, ამის გამო ხანდახან ბაღსაც აცდენ, რაც შენთვის ნამდვილი თავგადასავალია. რა მაგარია. ნოე, კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა და დამიგდე ყური. ვიცი, რომ ძალიან მორიდებული ხარ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ხალხში ან ბაღში ცეკვა ან გართობა სულაც არ არის სასირცხვილო. როცა გულით რამე გიხარია, ამის გამოხატვა ძალიან კარგია. მეტიც, აუცილებელიც კია. ხომ, ბაღში შენი კარგი მეგობარი მათე გყავს, ხომ? მიხარია, რომ ასე კარგად ერთობით და თამაშობთ ერთად. ნოე, სკოლაში წასვლამდე უკვე წინა მოსამზადებელ სკოლაში დადიხარ, სადაც თამაშობთ, სწავლობთ ბევრ რამეს და ახალი მეგობრებით შეიძინე. ვხედავ დილით სიხარულით მიდიხარ და ეს ძალიან კარგია. ისიც გავიგე, რომ ლურჯი და მწვანე ფერები გიყვარს. აი, თურმე როგორ ვგავართ ერთმანეთს. მართალია, ჯერ ვერ გადაგიწყვეტია გინდა თუ არა ცურვაზე სიარული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა აირჩიო, ძალიან კარგად გამოგივა. შენი წერილი დიდი ხნის წინ მივიღე და ყურადღებით წავიკითხე.